ჩვენ სტუდენტობის დროს იყო შავალერას ვეძად რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში იყო რაღაცა ფაცხები რა მოკლედ რა და აიდროა სტუდენტებისთვის იყო ზედგამოჭრილი ვალერას ფაცხების ფული თუ ქონდა პირველი კაცი იყავი ხო და ნუ ვალერას ფაცხების ფული თუ არ ქონდა და 5 ლარი ქონდა იყო მე ვიყავი იქ და თუ ცოტა მეორე ქონდა ვალერა თუ ქონდა 5 ლარი იყო თეთრი ზურიკო თუ ფლარზე მეტი შავი ვალერას ფადაშორის მეგობრობდით ვალერასთან და მოვიკითხოთ აქედან და ეს ვალერა არის როგორი შავი იცი აი ძალიან შავია უპრივით შავია ეს ვალერა და ერთი სტაციონარული შენობა არის რაღაცა და ეზოში არის ფაცხები რა ერთ-ერთ ფაცხაში ვხედავთ მოკლედ და ზამთარია რა და გვალი ფაცხა იყო მითი ფანერება მოკრული და 5 სპირალიანი გამათბობელი იყო კარალევსკი კუპე იყო იმიტომ რომ არ უბერავდა და ის ხედავდა თო ძალიან თოს რა ეს ნაძუნარი რო არის ნაძუნარშია მოკლედ ეს და რაღაც ბაკურიანის ასოციაციით მოკლედ შეჭერდით გავითავდა ვინო და ეხა უნდა დაუძახოთ ვალერას რომ მოიტანოს თოს და ყველას გვეზარება რომ გავიდეს და უთხრათ ვალერა იქა და ვალერას ჩართული აქვს ერთი რადიო არის ერთი რადიო რომ სადაც შეკვეთები მოსულა რა სუის რადიო აქვს ჩართული მიყავს ჩვენ ძმაკაც მიყავს ის რადიოში გადაცემა ირაკლი ჭიჭინაძეს მიყავს გადაცემა ხო და გვეზარება ვალერას ვეძახით აქედან ვერ გავაგონეთ რა და რაღაც რა ვქნათ და ამ ირაკლის ძმამ გიორგი ჩვენთან ერთად არის და მოიცავ ერთი წუთი და დაურეკა გიორგის და ვალერას უთხარიო რა. შენ იცნობ ჭიჭის კაცო. როგორ არის რომ? ხო და ვალერას უთხარი ღვინო შემოგვიტანოსო რა და ერთი 2 წუთში ეს ვალერა ეს კუპრივით შავი ვალერა შემოდის მიტკალივით თეთრი 2 დოქი ღვინო უჭირავ და რადიოში მითხრეს ბოშო. ექსტი გახსოვს როგორ ვთქვეს? ვალერ ხო შენ გეუნები შენ ფაცხებში რო ხარ. ბიჭებს ღვინო შემოაკლათ და შეუტანო. გაგიჟდა ვალერა. მაგარია ბავშვი.